ყველა მეცნიერის, ყველა ეკონომისტის საზრუნავი უნდა იყოს დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ამ შემთხვევაში ინკლუზიურობის. საქართველოს პრობლემა აქვს ინკლუზიურობის, ვინაიდან ეს მაჩვენებლები არათუ პირდაპირ პროპორციულად რაღაცა ეს ვთქვათ პროპორციით, რაღაცა დოზითაც კი ვერ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ანუ ჩვენ აბსოლუტურად არაინკლუზიური ეკონომიკურის და გვაქვს. ეს გამოწეული არის რამოდენიმე ვთქვათ დარგის გარკვეულწილად ესე ვთქვათ თავკომბალად ესე ვთქვათ ქცევით და შესაბამისად ძირითად მათ ხარჯზე, მათ შორის ის უცხოური ესე ვთქვათ ტრანზაქციები, მათ შორის იგივე საბანკო ნაწილი, რომელიც ესეა კლასიკურად მიღებული, რომ უნდა ჩავთვალოთ ჩვენ ეს ეკონომიკურს დაში, მაგრამ სინამდვილეში ის ეკონომიკურს და როგორც ვამბობთ საქონელს და მომსახურებას არ ქმნის იდეაში და შესაბამისად შესაძლოა პროცენტული მაჩვენებელი გაგიზარდოს, მაგრამ ეს ვერ აისახება რეალურ კეთილდღეობაში, ვერ კონვერტირდება და ეს პროპორციებში სასაკვირა განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა, ჩვენ საკმაოდ მაღალი პროპორცია გვაქვს იგივე მათ შორის საბანკო სექტორის წილი საეკონომიკასთან მიმართებაში, შესაბამისად რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სექტორების წილი თლიან ეკონომიკასთან მიმართებაში, მით უფრო ასე ვთქვათ რთული იქნება მაღალი თუნდაც საშუალო ეკონომიკური ზრდის გადატანა ასე ვთქვათ მოქალაქეების კეთილდღეობამდე. ხო, ანუ თქვენ რაც ახსენეთ ახლა საბანკოს მიმართულებაზე ეკონომიკურ ზრდაზე ივნისში, ერთ-ერთი პარამეტრი ზუსტად საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების ზრდა, ასე ვთქვათ, გამოიწვია კიდევაც ეკონომიკური ზრდა. თქვენ ახსენეთ ის, რომ როგორ ვაღწევთ ეს ეკონომიკური ზრდა როგორ გვაქვს და ახსენეთ ის, რომ ორნიშნე ეკონომიკური ზრდა უნდა გქონდეს რეალურად ქვეყანაში. აი ამ ორნიშნე ეკონომიკური ზრდის, ეს ხო ასე ვთქვათ, გაცვეთილ ფრაზადაც იქცა, რომ ყველა ეკონომისტი თქვათ საუბრობს იმაზე, რომ უნდა გქონდეს ორნიშნე ეკონომიკური ზრდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს ხომ ეს პასუხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ორნიშნე ეკონომიკური ზრდა. რეკლამა გვაქვს ჯერ გადაცემაში, მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება და რეკლამის შემდეგ ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარს. კი ბატონო. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალის ზეთი და ფილტრის სპეციალურ ფასად. Toyota Corolla, Toyota Camry და Toyota RAV4 150 ლარი. მომსახურებაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2511. Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. კომპანია Sun Motors გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zabi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors. ხარისხის 26 წელი. Silk Post. სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პირველად ქართულ მედია სივრცეში. გადაცემა ქვეყნის ბრენდინგზე.
თბილისის დინამო თუ ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორია. ვაჟა ფშაველას ფილოსოფია და ნონა გაფრინდაშვილის ფენომენი. ქართული ტრადიციული სტუმართ მასპინძლობა თუ კლუბი ბასიანი. რა ძლიერებს საქართველოს როგორც ბრენდს და როგორ მივიღოთ მისგან სარგებელი თითოეულმა ჩვენგანმა. ყოველ ორშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. დაელოდე საავტორო გადაცემას ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. უსმინე კომერსანტს, ჩაერთე საქმეში. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. ჩვენ კვალდაბრუნდით სტუდიაში, ჩვენი სტუმარი რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი და ვაფასებთ საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლებს. პირველი ბლოკი ჩვენ დავასრულეთ ორნიშნე ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზე. და ამაზეც რომ ასე ვთქვათ გავაკეთოთ კომენტარი რომ როგორ არის შესაძლებელი ის რომ კი გასაგებია რომ ორნიშნე ეკონომიკური ზრდა უნდა გქონდეს ეს აისახვა მერე მოსახლეობის ცხოვრების დონეზე თუმცა როგორ უნდა მოხდეს მიიღწეოს ის რომ გქონდეს ქვეყანაში რაოდ ორნიშნე ეკონომიკური ზრდა როგორც წესი თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ხშირად არის კრიტიკა ხოლმე ოღონდ ალტერნატივის შეთავაზების გარეშე და ნუ ესეთი კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია თუ ალტერნატივა არ არის გააზრებული უკეთესი რა შეიძლება იყოს ან რა შეიძლება ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში მოვიმოქმედოთ რომ მართლა გავიდეთ ორნიშნა ეკონომიკის ზრდაზე ან ნებისმიერ ეკონომიკურ პოლიტიკის შემთხვევაში სანაცვლოდ უკეთეს რაც და ამის გარეშე ვფიქრობ რომ ეს კრიტიკა არის გაუაზრებელი ამ შემთხვევაში როდესაც ვაკრიტიკებთ რასაკვირველია ეს გვაქვს გააზრებული და ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის რომ საბაზრო ეკონომიკა ფორმირდეს სწორად. ამისთვის აუცილებელი არის კერძო საკუთრების სრულად ფორმირება. კერძო საკუთრების ფორმირებაში გულისხმობთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უზარმაზარი ქონების ძალიან სწრაფად ეფექტიანობის და სამართლიანობის პრინციპით მოქალაქეების ხელში გადასვლა, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ის ქონება რაც სახელმწიფოს გააჩნია, მისი უდიდესი ნაწილი უნდა გახდეს ეფექტიანი მექანიზმით საქართველოს მოქალაქეების ამ შემთხვევაში ეძლევა ქვეყანას ნამდვილად იმის შესაძლებლობა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შესაძლოა 10 წლიანი პერიოდიც კი იყოს, ორნიშნა იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. საუბარი არის სწორედ იმ ქონებაზე, რის გამოც ჩვენ კი ვამბობთ ხშირად სამოქალაქო სექტორიდან, მათ შორის განხილვების დროს, პოლემიკის დროს ხშირად იყოს თქვათ ნახსენები, მაგრამ დღეს დავწმუნდით, რომ სამწუხაროდ მართლა ესეა, ნახეთ საკმაოდ მაღალი რანგის თქვათ ჩინოვნიკების თქვათ დაპატიმრება სხვადასხვა გადაცდომის გამო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომა ალბათ სამომავლოდაც ჩაეძიებიან, ვინც არ უნდა იყოს, ანუ არ ჭირდება ამ ჩაძიებას, თუნდაც ხელისუფლების ცვლილებები ვხედავთ, ხო? ეს არის სახელმწიფო ქონება. სახელმწიფო ქონება, რომელიც არის მათ შორის თუნდაც პატიოსანი ჩინოვნიკების ცდუნების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საგანი და ტვირთი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე რასაკვირველია მოხრუჭი ეკონომიკისთვის. იმიტომ რომ დიდი რაოდენობის რესურსი მიდის ამ სახელმწიფო აქტივების, ასე ვთქვათ, მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით შეიძლება გამოყოთ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ბიუჯეტს აწევს, ასე ვთქვათ, ტვირთად. ნახეთ რომ რამოდენიმე ასე ვთქვათ მილიონის თუ მილიონნახევრის გამო საკმაოდ მაღალი რანგის სუბიექტები დაკავებული არიან და მათ შესაძლოა ეს ბრალი დაუმძიმდეთ, დაუმტკიცდეთ ან ასე შემდეგ. ეგ მეორე საკითხია, მაგრამ აქ საუბარი არის მილიარდზე მეტ ასე ვთქვათ ლარზე, რომელიც ყოველწლიურად არაეფექტიანად იხარჯება შესაბამისად ამ საწარმოების მიმართულებით. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არანაკლებ ასე ვთქვათ მავნეულად შეიძლება ჩაითვალოს, არ შეიძლება რომ ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ამხელა ხარჯები ქონდეს თუნდაც სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში გაწეული. სახელმწიფო საწარმოები ყველაზე მიზერი ქონებაა თავისი ღირებულებით იმ ასე ვთქვათ აქტივებთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. იქნება ეს სასოფლო მიწა, იქნება არასასოფლო მიწა, იქნება ის ტერიტორიები ძველი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არასაწარმო, არამედ ძველი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული ზონები, ეგრეთ წოდებული საწარმოო ზონები, ფაბრიკები და ასე შემდეგ, 50000, ასე ვთქვათ, მეტი ესეთი აქტივი და პლუს ამას ემატება ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე ძვირფასი წიაღისეული, რასაკვირველია ხეთყე, წყალი და ასე შემდეგ, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება
ამ ქვეყნის ზოგად ეკონომიკური ზრდისთვის. ოღონდ მას მხოლოდ და მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მაშინ, როდესაც ის იქნება ცივილური ფორმებით, კერძო საკუთრებაში საქართველოს ზოგად მოქალაქეების. სხვაგვარად საერთო საკუთრების ზოგად მიმართულებით კი ვხედავთ რაც ხდება და ალბათ როგორც წესი იშვიათად ვწდები, იგივეს რასაც ვხედავთ სხვადასხვა უწყებებში გარკვეული ესე ვთქვათ ძველი გადაცდომების ესე ვთქვათ გამოძიებას და ჩაძიებას არ გამოვრიცხავ რომ იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოს ტყეებთან მიმართებაში, იმიტომ ყველაზე დიდი კორუფცია და ყველაზე დიდი ესე ვთქვათ გადაცდომები სწორედ ამ სექტორში არის დღეს და თუ ამით ესე ვთქვათ ხელისუფლება დაინტერესდება ძალიან მარტივად ექსპედიციურად გაუსვლელადაც კი სამაგიდო კვლევებით ამას ფონდების მითვისებას, გაჩნებას და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც კერძო საკუთრების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ესე ვთქვათ ეს ყველა რისკი არის მოხსნილი და ის სწორ საბაზრო მექანიზმით ჩდგება ესე ვთქვათ ხალხის სამსახურში, პირველ რიგში რიგითი მოქალაქის სამსახურში, რიგითი მოქალაქის სამსახურში არსებული აქტივი ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკურ ზრდის ესე ვთქვათ გარკვეულ თავის ესე ვთქვათ წილს და საერთო ჯამში ეს ეკონომიკური ზრდა ადგენს ვთქვათ ქვეყანას. ეს არის გამოსავალი მათ შორის ინკლუზიურობის თვალსაზრისით. ჩვენ არ ვამბობთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ორნიშნე ეკონომიკური ზრდა უნდა კონდეს. ჩვენ ვამბობთ რომ ამავდროულად ის უნდა იყოს ინკლუზიური და ეს შესაბამისი ვთქვათ პოლიტიკა უზრუნველყოფს აბსოლუტურ ვთქვათ ინკლუზიურობას. ახლა წარმოვიდგინოთ ესეთი ვითარება, როდესაც გამოვაქვს დიდი რაოდენობის სახელმწიფო ქონება და თითოეულ მოქალაქე ღებულობს ამაში მონაწილეობას და თითოეულ მოქალაქე ხდება ასე ვთქვათ მესაკუთრე. ამაზე მეტი ინკლუზიური პროცესი თავისთავად საწყისში რა შეიძლება იყოს და მე რასაკვირველია ეკონომიკურ ვთქვათ ქმედებაშიც ეს ინკლუზიურობა რასაკვირველია გადაყვება. ამიტომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა რომ ორნიშნა იყოს ეკონომიკური ზრდა, არამედ ის იყოს მაქსიმალურად ინკლუზიურიც, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს ამ შემთხვევაში საქართველოს რეალობა, მათ შორის გარე, ასე ვთქვათ, სამეზობლო იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, ქვეყნებთან მიმართებაში, იმიტომ ქვეყანა გახდება სასურველი და მისაღები აბსოლუტურად ყველა, ასე ვთქვათ, სივრცისთვის. თუნდაც იგივე ევროპისთვის, რომელიც არის თანასწორ ქვეყნათა ეს ვთქვათ ერთობლიობა და ჯერ ჩვენ ეკონომიკურად არ ვართ სამწუხაროდ ეს ვთქვათ ევროპის თანასწორი, სწორედ ამიტომაც იყო ის დათქმები, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ და როდესაც ეკონომიკურად ძლიერი იქნები, ლოგიკურია ყველასთვის იქნები ეს ვთქვათ მიმზიდველი მათ შორის. ანუ ჩვენ გვაქვს ეს ვთქვათ ორი გზა, სხვანაირად რო შევხედოთ, უფრო გლობალურად შევხედოთ, ერთი ჩვენ თვითონ შიდა ასე ვთქვათ ეკონომიკური პოლიტიკით გავაკეთოთ გარღვევა და ამით ასე ვთქვათ მოვიპოვოთ ჩვენი ადგილი. მეორე მარტო ასე ვთქვათ ველოდოთ სხვებს, სადაც დიდი რისკებია და ძალიან ასე ვთქვათ დიდი ბუნდოვნებაც მათ შორის და ამიტომ სწორედ ეს გზა უნდა იყოს არჩეული. ამ პროგრამას ალბათ სმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ქვია გახდი მესაკუთრე, ვინც დაინტერესდება შეუძლია ჩვეულებრივად ნებისმიერ ინტერნეტის ვთქვათ სივრცეში ეს ჩვეულებრივად იძებნება და უფრო დეტალურად ყველა კითხვაზე პასუხი არის სწორედ მოცემული. ან კითხვებად არის ეს პროგრამა მთლიანად ჩაშლილი და ყველა კითხვას 100 კითხვას თავისი 100 პასუხი ახლავს, საკმაოდ არგუმენტირებული და თუ ვინმე მათ შორის ეს იქნება ხელისუფალი, პოლიტიკოსი, თუ ადამიანები, მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის კეთილდღეობაზე, თუ ვინმე ამ პროგრამაში რაღაცას ასე ვთქვათ ისეც მოძებდით, რომ იქნება ცდომილება ან შესასწორებელი, ან გასაძლიერები, სიამოვნებით პირიქით მადლობის მეტი ამ მიმართულებით რა გვეთქმის. მაგრამ ბოლო ჩემი ასე ვთქვათ პრაქტიკის და მათ შორის თქვენის ბატონო ირაკლი, აგერ ბოლო 7 წლის მანძილზე 2018 წლიდან დღეს 2025 წელია და ამ პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც უკეთესი ალტერნატივა ვინმე შეექმნა, შემოეთავაზებინოს, ან რაღაც ისეთი გამაქიქებელი კრიტიკა ყოფილიყოს, რომ უსაფუძვლოდ და რაღაც უსუსურად ჟღერდეს ესე ვთქვათ ეს პროგრამა. ესეთი ესე ვთქვათ არ მოიძებნება, იმიტომ რომ ეს პროგრამა არის ამ შემთხვევაში უალტერნატივო. სხვაგვარად ჩვენ ვერ გვექნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელზეც მთელი მსოფლიო არის შეთანხმებული და მათ შორის მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენი პოლიტიკოსებიც ყველა რანგის და ყველა ფთის, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი ეკონომიკა, ამაზე ყველა შეთანხმებული, ამის განვითარება ვერ მოხერხდება კერძო საკუთრების სრულად ფორმირების გარეშე და ეს სრულად ფორმირება უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე გახდეს ზოგადად მესაკუთრე და ამ სასტარტო პირობების დაკმაყოფილების შემდგომ დანარჩენი უკვე გადაწყვიტოს თავისუფალმა კონკურენციამ, თითოეული სუბიექტის იქნება ეს ბიზნესისკენ მიდრეკილი თუ ბიზნესისკენ არ მიდრეკილი ადამიანების მარიფათმა, მათმა გამართლებამ და
და ასე შემდეგ. უკვე შემდგომი ეტაპია და აი ამ ეტაპზე უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერთოს იმით, რასაც დღეს ცდილობს ჩართულობას სასტარტო პირობების დაცვის თვალსაზრისით. დღეს ცდილობს მრავალი სხვადასხვა პროგრამით ჩართულობას, ეს იქნება აწარმოე საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა, რომელმაც კრახი განიცადა, მოდი პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავი ეს სახელი და პრაქტიკულად დაბადა კიდევ უფრო დიდი კორუფციული სხვა რისკები და კიდევ უფრო დიდი პრობლემა შექმნა თავისუფალი კონკურენციის მიმართულებით. კეთილი, სხვა თემებიც გვაქვს და ამ თემაზეც ბევრი ასე თქვა შეკითხვა შეიძლება დაისვას, მაგრამ ეს გადაცემა არ ეყოფა, ეს გასაგებია. თუმცა ერთ კითხვას დავამატებ და ეს საკითხი რა მოწვევთ, აი კერძო საკუთრებაზე რაც ახსენეთ ის რომ კი, გადავიდეს თქვა კერძო საკუთრებაში და საქართველოს მოქალაქეების ხელში, თუმცა აქ პირველი მთავარი შეკითხვა რაც ჩდება ფული არა აქვს მოსახლეობას, ყიდულუნარენობა არა აქვს და კი ბატონო ის აქტივი გადმოვიდა რაღაცის მესაკუთრე გახდა მიწის თუ კომპანიის აქციის მფლობელი, მაგრამ თუ ფული არ აქვს, მე როგორ გაიზრდება მისი კეთილდღეობა და მისი ეკონომიკური განვითარება, როგორ იქნება აი ამ ეკონომიკური სუბიექტების უკვე. პირველ რიგში თვითონ განკერძოების პროცესი, ის რომ სახელმწიფო ქონება გარდაიქცეს კერძო საკუთრებად, თავარი მიზეზი რის გამოც ეს შეფერხებული არის ფულის უქონლობის გამო. ფული რო ქონოდა საქართველოს მოქალაქეებს, ისინი ამას შეიძენდნენ მარტივად და შესაბამისად ისინი გახდებოდნენ თავიანთი სასურველი აქტივის, ვთქვათ, მესაკუთრეები. ეს ფული არ არსებობს და იმისთვის რომ ეს აქტივები შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, მინიმუმ 3 ტრილიონის დოლარი ჭირდება ჯამურად, შესაძლოა ეს წლიურად ამდენი არ იყოს, იმიტომ რომ მულტიპლიკაციის ეფექტია და ხელიდან ხელში ფულის გადასვლის ეფექტი, მაგრამ საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი არის საჭირო. 3 ტრილიონი დოლარი ჩვენ კლიენტში და პროდუქტი 100 მილიარდამდეც კი ვერ არის ასული ნომინალში თუ რეალურად სადღაც 60 მილიარდთან ახლოს ვიმყოფებით, საკამათოა ის 62-ია თუ 59, ეგ მეორე საკითხია. ანუ ამ პარამეტრებით, ამ დიდი განსხვავებით იმის ხაზგასმა მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად წყილობით უნარი არ აქვს. წყილობით უნარი არ აქვს, იმიტომ რომ აქტივები არ აქვს, თუ არა. აქტივები ვისაც აქვს, იმათ აქვს. ის თვალის ევერ ვიტყვით, რომ გაკრეფილი არის საქართველოს რეალობაში წყილობითი უნარი. ეს აქტივები მიცემს სწორედ იმის შესაძლებლობას, რომ მათ გაუჩნდეს ვთქვათ ფინანსები. ეს ფინანსები უკვე მნიშვნელობა არ აქვს ადგილობრივ დონეზე, რაც შესაძლოა ის მოიზიდონ და საერთაშორისო ზონაზე აბსოლუტურად რადიკალურად იცვლება ვითარება და ინვესტიციების შემოდინება ხდება ამ შემთხვევაში, როდესაც აქ ხდება მესაკუთრე თავისი აქტივით ინვესტიციების პრობლემა უკვე აღარ იქნება, იმიტომ მთელი მსოფლიო ამაზე არის აწყობილი, რომ კერძო აქტივს თავისუფლად მარტივად შეუძლია ამ შემთხვევაში მოიზრდეს ვთქვათ პირდაპირ გზით ინვესტიციები და უფრო მეტიც. ჩვენ თანამოქალაქეები და ერთის მხრივ ყველა ცუდ ან ასე ვთქვათ ნეგატიურს ახავს თავისი პოზიტიური. ნეგატიურია, რომ მიგრაციის ვექტორი ქვეყნიდან გარეთ არის, მაგრამ პოზიტიურია ის, რომ ჩვენ თუ სწორად ამ პოლიტიკას გავატარებთ, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები, რომლებიც გონებრივი და მათ შორის ფინანსური კაპიტალით სხვა დონეზე იმყოფებიან, ვიდრე დღეს ჩვენ დარჩენილები ამ ქვეყანაში, ეს ადამიანები შემოbrunდებიან აქ და პირველივე ინვესტორები თავისსავე ვთქვათ აქტივში, თავისსავე ქვეყანაში სწორედ ეს ადამიანები იქნებიან. ანუ ამ მხრივ აბსოლუტურად თავარია მექანიზმი, სწორი საბაზრო მექანიზმი შეიქმნას და ინვესტირების პრობლემა აბსოლუტურად ვთქვათ მოიხსნება. არსებობს ამისთვის საერთაშორისო დონის ვთქვათ ბირჟები, სადაც არის შესაბამისი კრიტერიუმები და განკერძოების შემთხვევაში ეს კრიტერიუმები მაყოფილდება ძალიან ვთქვათ მარტივად და იქ უკვე არავინ არ კითხულობს ამ შემთხვევაში, ეს ქართული აქტიურია, ბანგლადეშის აქტივია თუ ეს კანადის აქტივია. თუ შენ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ და მარტივად არის ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებ, მაგრამ თავარი არის ამ შემთხვევაში კერძო საკუთრების ფორმულება, თუნდაც იგივე წიაღთან მიმართებაში, თუნდაც ძალიან დიდ სააქციო კაპიტალთან მიმართებაში, რასაკვირველია აგულისხმობ ამ ტიპის ეს ვთქვათ ბირჟაზე გასატან კაპიტალში სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს, თუნდაც ის 100,000 ჰექტარი იყოს ან 10,000 ჰექტარი და ასე შემდეგ, იქ ძირითადად ეს ვთქვათ კოტირებს დიდი სააქციო ვთქვათ კაპიტალის მქონე ეს ვთქვათ აქტივები, რომელიც დაახლოებით 100-ზე მეტი ჩვენ ასეთი მსხვილი წიაღისეული ვთქვათ ფორმირებული შესაბამისი აქტივიც გვაქვს და თავისუფლად შეიძლება მათი ეს ვთქვათ გატანა დაწყებული ვთქვათ მანგანეზიდან და დამთავრებული ამ შემთხვევაში იგივე ესე ვთქვათ ოქროსაბადო იქნება თუ ოქროსაბადოზე უფრო ძვირფასი რა შეიძლება იყოს უფრო ძვირფასი, მაგრამ თავისი აქტივის რაოდენობით და თავისი ესე ვთქვათ შესაძლებლობით იგივე ესე ვთქვათ მოსაპირკეთებელი ქვები, რომლებიც ისეთი მარაგით არის, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ კარგ გამოხმაურებას პოვებს საერთაშორისო არენაზე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეს არ ექნებათ ესე ვთქვათ ნაყიდი
ანუ ისინი გახდებიან პირველადი მესაკუთრეები და ეს გარანტია არის იმისა, რომ მათი წამგებიანობის ზღვარი არის ნულოვანი. ანუ შესაძლოა თქვენ რაღაც აქტივი იყიდოთ საერთაშორისო ბირჟაზე და მე ჩამოვიდეს ქვემოთ გავუშვათ აქციების ფასი პირობითად და ამით იზარალოთ, მაგრამ როდესაც შენ ნულოვნად გერგო ეს მემკვიდრეობით, ანუ უზარალობის ნაწილში მოყვები და ნებისმიერი ტიპის ტრანზაქცია მაგათთვის იქნება პლუსი, ანუ დამატებითი ბენეფიტი და სწორედ ეს აძლევს ამ პროექტს ამ შემთხვევაში უნიკალურ შესაძლებლობას იგივე ესე ვთქვათ ფულის მოზიდვის და ფულით აბსოლუტურად უზრუნველყოფის ამ აქტივებს. კეთილი, დიდი მადლობა და აი ინვესტიციები ახსენეთ რამაზ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და ინვესტიციების სტატისტიკა რაც გვაქვს აი ბოლო პერიოდში სარეკორდო მინიმუმზე ვართ დასული რაღაც 2010 წლის მონაცემს გაუტოლდა და მოკლედ ერთადერთი მონაცემი ყო 2010 წელზე მაღალი მონაცემი დაჯდა უბრალოდ და მოკლედ ინვესტიციების კლება ფიქსირდება ქვეყანაშიც და რა ინვესტიციებიც გვაქვს აქაც რეინვესტირების წილი არის მაღალი 60-დან 80%-მდე არის გაზრდილი. აი ამ პროცენტში არის და ამ რეალობიდან გამომდინარე, რამდენად არის ის შესაძლებელი, რომ აი საინვესტიციო პოტენციალი ქვეყანაში ასე ვთქვათ განვითარდეს აი ამ მოცემულობით, ამ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. ის მდგომარეობა, რაც დღეს გააჩნია ქვეყანას, თუნდაც ვიკვეხნიდეთ ეკონომიკური ზრდის ვთქვათ პარამეტრებით, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, ამაზე მეტ შესაძლებლობას საინვესტიციო, ასე ვთქვათ, დაბანდებისა და ჩვენ ხედავთ, რომ არათუ ზრდა, არამედ კლება გვაქვს საქართველოს ახსოვს 2 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, ნიშნულის გადალახვის ისტორიული, ასე ვთქვათ, მომენტები. 2 მილიარდი ერთადერთხელ, ხო? სხვა დროს ვერც კი უახლოვდება ამ ნიშნულს და საუბარი არის რამოდენიმე წლის წინანდელ 8-9 წლის წინანდელ არსებულ ვთქვათ პარამეტრზე, რომელსაც დღეს 2025 წელსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. ეს არის რეგრესის ტოლფასი ამ შემთხვევაში. არც მიკვირს, იმიტომ სოლიდური, სერიოზული ინვესტიცია არ შედის გარიგებაში შესაბამის, ასე ვთქვათ, იმ აქტივთან მიმართებაში, რომელიც არ არის, ვთქვათ, კერძო, რომელიც არის სახელმწიფოსი, რომელსაც მოყვება ვალდებულებები ხილული და უხილავი, ხილულში და უხილავში ალბათ ყველა ხვდებით, რასაც გულისხმობ, ბევრი, ასე ვთქვათ, ყოფილი მათ შორის, ასე ვთქვათ, თანამდებობის სუბიექტი დადებული აქვს ხელი ამ სახელმწიფო აქტივზე და დღემდე ისე, ასე ვთქვათ, წინაპლანზე წამოწევს მის უფლებებს, თითქოს ეს მისი კერძო საკუთრება იყოს და სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ჯოხის აბურავში, ველოსიპედზე იტყვიან ხოლმე, აი ეს ჭედავს სწორედ ამ შემთხვევაში ქართულ ეკონომიკას, მათ შორის როგორც პრივატიზების ნაწილში, კერძო საკუთრების ფორმების ნაწილში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ის ერთხელ, ასე ვთქვათ, არ გაკეთებული საქმე მერე, ასე ვთქვათ, იმიჯურად ხელს რუხტვის. თან ამას ემატება ცხელი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გარემო და როგორც ყველამ ვიცით, ამ შემთხვევაში ინვესტორები, ცივილური ინვესტორები არიდებენ თავს ასეთ ბუნდოვნებაში, არა მარტო საგარეო, შიდა ინვესტორებიც კი, ასე ვთქვათ, დაკვირვების რეჟიმს არჩევენ. ანუ ჩვენთან არ არის საინვესტიციო ბუმი, იმიტომ რომ ეკონომიკური ბუმიც არ არის. და ამ შემთხვევაში ეს ორი, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და საინვესტიციო ნაწილი ერთმანეთთან საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდ ცვლილებაშია. 4 კომპონენტი გაქვს ძირითადად საბოლოო ჯამში, რითაც ეკონომიკის დაუნდამი იყო, ეს არის, ასე ვთქვათ, მოხმარება, რაც ასე ვთქვათ, კერძო სექტორს ახასიათებს ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვები, ინვესტიციები და NX-ი, ანუ წმინდა, ასე ვთქვათ, ექსპორტი ეგრეთ წოდებული და მუდმივად არ გაქვს ზრდა, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციებში და ამ დროს ზრდა გაქვს თლიანში ნაპროდუქტში და მაგიტომ ვთქვი, რომ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, პროცენტულად შეიძლება გამოიყვანო იგივე საბანკო სხვა ტრანზაქციები და სხვა ტრანზაქციები მათ შორის ეკონომიკის ზრდისთვის, მაგრამ რეალურად არ გაქვს და თუ ინვესტიციების ზრდის კვალობაზე გექნებოდა ეს და ეს იქნებოდა საკმაოდ, ასე ვთქვათ, ინკლუზიური, იმიტომ ინვესტიცია ამ შემთხვევაში და თუ სხვა სექტორის მიმართულებით გაქვს, ეს ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიურობას. ამიტომ საინვესტიციო პოტენციალი ჩვენთან არის ძალიან ზოგადად დაბალ დონეზე დაყვანილი და ის ბოლო პერიოდის ზოგადად მოვლენები, მათ შორის იგივე ევროპული განცხადებები ამ საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო ამცირებს. და ის რაც დღეს ზოგადად ხელისუფალმა გადაწყვიტა, რომ მესამე ქვეყნებთან, ასე ვთქვათ, ქონოდა კომუნიკაცია, ამას რამოდენიმე წლის განმავლობაში სულ ვიმეორებდით. 280-ზე მეტი ქვეყანა არის მთელ სოფლიოში და ვინ გვიშლის თუნდაც ნებისმიერთან, ასე ვთქვათ, მისვლაზე ყველაზე განუვითარებელთანაც მათ შორის, რომ საინვესტიციო, ასე ვთქვათ, წინადადები შეთავაზებოდ და რატომაც არა.
ესე ბევრი ცოტა საბოლოო ჯამში ესე ვთქვათ მოგცემს რაღაც შედეგს, მაგრამ ეს პრიორიტეტებიც არ იყო ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში დალაგებული და რომც აქტიურად შედეგი არ იქნებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული, სანამ ფუნდამენტი, ეგრეთ წოდებული კერძო საკუთრების თვალსაზრისით არ არის ფორმირებული. ფორმირდება ეს ესე ვთქვათ ფუნდამენტი, მერე სახელმწიფოს როლი რასაკვირველად მნიშვნელოვანია და შესაბამისად ნებისმიერი მისი აქტივობა იქნება შედეგიანი. დღეს მისი აქტივობა არის უშედეგო. კეთილი. დიდი მადლობა ბატონო რამაზ, რეკლამაზე გავდივართ, მცირე სარეკლამო ჭრა კვლავ და დავბრუნდებით უკვე მესამე შემაჯამებელი ბლოკით. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გათბობა გაგრილების სისტემის ყველა წამყვანი ბრენდი და ყველაზე ფართო არჩევანი მოდუსში. ელექტროლუქსი, ბალუ, როიალ თერმო. მოდი მოდუსის ფილიალებში. ან შეიძინე ონლაინ 0322 06 01 01. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. შექმენი შენი ტრასა Yamaha-ში ბაგის ტიპის კვადროები ტყისთვის, მინდვრისთვის და ექსპერიმენტისთვის. უმაღლესი კლასი, მძლავრი ძრავი, უკომპრომისო სვლა. შეარჩიე სასურველი მოდელი ადგილზე და დაიწყე თავგადასავალი. ეწვიე Yamaha showrooms, დავით აღმაშენებლის ხეივანი, Toyota ცენტრი თბილისის გვერდით. ან დაგვირეკე 2511. საუკეთესო დასასვენებელი კომპლექსი, სპა რეზორტი, კოლხი და ურეკში. ოჯახებისთვის, სპორტსმენებისთვის. ახალგაზრდული შეკრებებისა და კონფერენციებისთვის. სექტემბრის ფასდაკლებული ფასებით გეპატიჟებათ. ფასი მოიცავს სამჯერად კვებას შვედური მაგიდით. ღია აუზებს როგორც ბავშვების, ასევე დიდებისთვის. საკუთარ პლაჟს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სათამაშო მოედნებს. მაგიდის ტენის, ბილიარდს, ცოცხალ მუსიკას, ანიმატორებსა და გასართობ ღონისძიებებს თქვენი პატარებისთვის. კოლხი და ურეკში. დაგვიკავშირდით 599 20 54 52 599 20 54 45. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. ჩვენ კვლავ დავბრუნდით სტუდიაში, ვაგრძელებთ თემაზე საუბარს ჩვენს სტუმართან ერთად, სტუმარი ბატონი რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი. ინფლაციის ნაწილზეც აუცილებლად უნდა გადავიდეთ და ივნისში ინფლაციის მაჩვენებელმა 4%. ერთი ფაქტორი არის ის ნისამდე ზრდის, ასე ვთქვათ, ტენდენცია ხასიათის უფრო და უფრო მეტად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი და გასულ 2 წლის მაჩვენებელთან თუ შევადარებთ 0%-თან მიახლოებული და 2%-თან მიახლოებული, ასე ვთქვათ, ინფლაციის მაჩვენებლებიც ჰქონდა. თუმცა ამას ზრდის პროცესი დაიწყო. აი, როგორ შეაფასებთ ჯერ ამ 4%-იან, ასე ვთქვათ, ინფლაციის მაჩვენებელს და ტენდენციები რას გვეუბნება? პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვაროს, რომ პროცენტული მაჩვენებლით არ ითვლება თუნდაც 4%-იანი ინფლაცია აღარ ინფლაციად განსაკუთრებულ ჩვენისთან ასე ვთქვათ ქვეყნებისთვის. სხვაგან სადაც ასე ვთქვათ დაბალანსებული არის ეკონომიკა 4% ძალიან მაღალია, ჩვენი ქვეყნისთვის 4% არ არის ასე ვთქვათ ძალიან მაღალი. თუმცა საფრთხილოა, რასაკვირველია, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია დაიჭირა მეწლის საშუალო შეიძლება დაგვიჯდეს 4, 5 და 6% ეს უკვე არ იქნება ასე ვთქვათ ეკონომიკისთვის კარგი. იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეების უდიდეს ნაწილს დაბალი აქვს სკედულობით ასე ვთქვათ უნარი, იმ ფონზე თუ ინფლაციის შიგნით ჩავიხედებით და შევხედავთ რა ტიპის ვთქვათ საქონელსა და მომსახურებაზე იზრდება ასე ვთქვათ ფასები, ძირითადად იზრდება პირველად საქონელსა და მომსახურებაზე, სურსათზე და ასე შემდეგ.
და ამ ნაწილში არ არის 4% ინფლაცია, გაცილებით უფრო მეტია, დაახლოებით ასე ვთქვათ 8-9%-ის ფარგლებში მერყეობს და თუ ძალიან ასე ვთქვათ გავფილტრავთ, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ახმადობის თვალსაზრისით, ვინაიდან ამ პირველად საკონცერტო მომსახურებაში კიდევ უფრო დაბალი ჯგუფებისთვის, როგორც აი სიღარიბის ზღვარს ყოფნა ჯგუფებისთვის თუ დავაკვირდებით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი არის ეს. ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წლებში, გასული ასე ვთქვათ პერიოდისთვის არ გულისხმობ 2024 წელს, იმის წინა პერიოდებში საკმაოდ მაღალი ქონდა ჩვენ ასე ვთქვათ ინფლაცია, მაღალი ინფლაციური პერიოდის მერე რასაკვირველია ადვილად მიიღწევა დაბალი ინფლაცია, ეს იყო 2024 წლის ასე ვთქვათ გამოძახილიც, მაგრამ 2024 წელს იყო დაბალი, წელს მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ უფრო მაღალი ასე ვთქვათ დაგვიფიქსირდეს თუ წინა ასე ვთქვათ პერიოდს ვატარებთ. შესაბამისად, პრობლემა არის ის, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ასწრებს სამწუხაროდ შემოსავლების ზრდის ტემპს და ამის პარალელურად შეიძლება შემოსავლებზე ყველა წავიდეს ამ შემთხვევაში ანაზღაურების მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ ანაზღაურებაზე არ არის საუბარი, ანაზღაურება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დაახლოებით 50%-ს აქვს ოჯახების, საოჯახო ასე ვთქვათ მეურნეობების, დანარჩენი ითვლება თვით დასაქმებულად და შესაბამისად გამოდის, რომ უხელფასო ნაწილიც საკმაოდ ბევრია და იმათთვის კიდევ უფრო მეტად პრობლემა არის თუნდაც ზოგად დაბალი ინფლაციის ნაწილი. ყურადსაღები მეორე მხრივ, იმიტომ არის 4%-იანი წესით დარიგით აპრილის, მაის, ივნისში და ივლისში ყოველთვის ახასიათებს როგორც წესი ბუნებრივი სტაბილიზაცია და კლების შესაძლებლობა ინფლაცია, იმიტომ რომ შემოდის სასოფლო-სამეურნეო სეზონური ვთქვათ პროდუქტები და ამ შემთხვევაში ვიცით რომ ეს ფასები დაიწევს. იმედს ვიტოვებთ რომ ივნისზე ნამდვილად ექნება ამას ვთქვათ ზეგავლენა, მაგრამ საშიში არის ესეთი ტენდენცია გვიან შემოდგომიდან დაახლოებით ოქტომბრის შემდგომ ნოემბრიდან, როდესაც ვთქვათ ფასების მერყეობა იწყება. და ფასების და ზოგადად არ არის საშიში თუ უფრო მაღალი ტემპით ხორციელდება შემოსავლების და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალი ტემპით არ იზრდება, ასე ვთქვათ, შემოსავლები. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მწკრივი ავიღოთ ინფლაციური ასე ვთქვათ მაჩვენებლისა. პირობითად შეიძლება დავყოთ, დავუშვათ, ბოლო 15 წლიანი პერიოდი ავიღოთ და 2016-მდე 16-ის მერე, ამას იმიტომ გამოვყოფ, რომ 16-მდე თუ ასე ვთქვათ ძალიან დაბალი პროცენტი იყო, 178% არის საერთო ჯამში მაჩვენებელი და აქედან 78 გაზრდილი არის ბოლო 15 წელიწადში. პირველ 4 წელიწადში ან 2016 წლამდე გაზრდილი არის აქედან თუ არ ვცდები 19-20%-ით, დანარჩენი ამ პერიოდშია უკვე ბოლო პერიოდში გაზრდილი და ჩვენთან შემოსავლები 50%-ით აღარ გაზრდილა და ეს ახლა საკამათო და სადავოც არ არის, ანუ სტატისტიკას აქვს. ვენდობით, არ ვენდობით ეს მეორე საკითხია, მე ძალიან კრიტიკულად ვარ, მათ შორის კრიტერიუმებთან იმართებაში ესე განწყობილი, ვინაიდან სტატისტიკის სამსახური განსაკუთრებით მეცნიერული შესწავლისთვის არ უნდა მალავდეს ამ კრიტერიუმებს და რომელ სურსაც, რომელ საქონელს, რომელ მომსახურებას რა წონა უკავია ამ ესე ვთქვათ პარამეტრის დათვლაში, ეგ უნდა იყოს, ნუ საჯარო თუ არა მეცნიერებისთვის მაინც ხელმისაწვდომი და რახან ამას ესე ვთქვათ ასაიდუმლოებენ, მაქვს ეჭვი, რომ ვინაიდან მისი ავტონომიურობაც გარკვეულ ტიპის ეჭქვეშ დგას, მაქვს ეჭვი, რომ ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური დინების სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, ამრგვალებენ ამ ციფრებს. პირობითად რო ვიკამათოთ ახლა 5%-ია თუ 4, ვერავინ ვერ დაადასტურებს მეცნიერული, წმინდა მეცნიერული მიდგომით, იმიტომ ეს ცდომილება ახასიათებს. რაც უფრო დაბალგანვითარებული არის ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მაღალი არის ეს ცდომილება. შესაბამისად, ანუ ჩვენ ამას ვიღებთ უბრალოდ საორიენტაციო და შესადარისობისთვის, მაგრამ ასევე იგივე ესე ვთქვათ სტატისტიკაში, თუ სადაორო არ იყოს, გვაქვს ძალიან ხანგრძლივი მწკრივი ესე ვთქვათ და ამ ხანგრძლივ მწკრივში ეს აშკარა ზრდა 2016 წლიდან ძალიან მაღალი ესე ვთქვათ ინფლაციური მაჩვენებელი რო გავასაშალოთ ეწევა ვერც ერთ შემთხვევაში შესაბამისად ეს შემოსავლების ნაწილი და რით არის გამოწვეული ეს ინფლაცია ამასაც ხომ უნდა გაესვას ხაზი და იგივე პარამეტრი რო ავიღოთ ფულის მასასთან მიმართებაში ერთ-ერთში არის ესე ვთქვათ კორელაცია ვხედავთ რომ სწორედ აი ამ პერიოდიდან იწყება ესე ვთქვათ ფულის მასის 1-2 ასე ვთქვათ ზრდა და შედეგად ამ შემთხვევაში ინფლაციური პროცესი და ნუ კლასიკურად ეს ხო არის იქ რაღაც განსხვავებული სხვა პარამეტრებიც, მაგრამ ძირითადი ხერხემალი პარამეტრი არის სწორედ ფულის მასა. ფულის მასა იზრდება, ფულის მასის ბალანსის დარღვევა საქონელსა და მომსახურებასთან იწვევს ინფლაციურ პროცესს და გვაქვს ჩვენ ბოლო 8-9 წლის მანძილზე ასე ვთქვათ ადგილი და ამიტომაც გვაქვს ესე ვთქვათ ესეთი შედეგები. თუმცა ინფლაციაზე საუბრის და
აქაც რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, ვინც თქვა ეთანხმება, არ ეთანხმება ფულის მასის დის გავლენას ინფლაციაზე, თუმცა მეორე მხრივ ხშირად ახსენებენ საგარეო ფაქტორებს, საგარეო ფაქტორები იწვევს ინფლაციის მაჩვენებს. აქ რა როლი გვაქვს, რა წილი უჭირავს და აი მიმდინარე წელზე ეს როგორ შეიძლება რომ შევაფასოთ? რა საკვირველია, საგარეო ფაქტორი ნებისმიერ ფაქტში შეიძლება მოლოდინის ფაქტორი იყოს და მოლოდინი და ინფლაციის მაჩვენებელი, მოლოდინის მაჩვენებელი და ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც წესი ემთხვევა, თუ მოლოდინი აქვს ადამიანს, რომ პირობითად პური გახდა ლარი და 50, პური გახდება აუცილებლად ლარი და 50, იმიტომ რომ მოლოდინებს ყველაზე კარგად ასე ვთქვათ, კარნახობს ამ შემთხვევაში ფასების ზრდის ასე ვთქვათ ტენდენციას. ესია მაკროეკონომიკად მიღებული, ამაზე მეცნიერები ზოგი დავობს, ზოგი არ დავობს, მაგრამ მიღებული ეს. შესაბამისად, რით არის ასე ვთქვათ ეს გამოწეული, რატომ არის ეს გარკვეულწილად ვთქვათ სადაო რომელიც ვთქვათ საგარეო შოკის გამოა, საშინაო შოკის გამოა. ეს არის მეორე ვთქვათ, ამიტომ არსებობს ვთქვათ ცენტრალური ბანკები, რომ შესაბამისად ეს პროცესი უნდა აბალანსოს მან. ანუ არ უნდა ყველა შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ფაქტორი. პირველი მაინც იწყება ფულის მასის ვთქვათ ბალანსიდან. ანუ ის ახდენს ვთქვათ ან საქონლის ნაწილს ამცირებს, თუ საგარეო ვთქვათ პარამეტრია დაუშვათ შეგიმცირდა ექსპორტი, ის საბოლოო ჯამში ანარეკლი იქნება. ან საექსპორტო ფასები გაიზარდა, ანარეკლი. საექსპორტო ფასები შემცირდა, მაშინაც ანარეკლი იქნება. დღეობით ეხლა დღეს ჩვენ რასაც ვაკვირდებით, მოხდა კურსის ვთქვათ სტაბილიზაციაც, რაც რასაკვირველია გარკვეულწილად დადებითად ახლავს ამ პროცესს, იმიტომ რომ შემოვიდა ასე ვთქვათ ის უცხოური პროდუქცია, ეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ, ან ჩვენგან რო გავიდა, ამაზე ასე ვთქვათ მოქმედებს და ამიტომ რეალურად ეს არის მესამე ხარისხის ასე ვთქვათ მიზეზები, როგორც წესი მას აქვს თავისთავად ზეგავლენა, არა მარტო წმინდა ეკონომიკურს, არაეკონომიკურსაც, განსაკუთრებით სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მომხდარ ეკონომიკურ თანათან პოლიტიკურ ცვლილებებსაც, მათ შორის შიდა პოლიტიკურ ცვლილებებსაც აქვს მათ შორის ვთქვათ ინფლაციასთან ზეგავლენა, ოღონდ ეს არის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება აღვიქვათ როგორც მოცემულობას ყოველთვის ახლავს, ეს ასე ვთქვათ რაღაც მერყეობები ყოველთვის იქნება, მაგრამ თავარი ცენტრი მაინც არის ვთქვათ ფულის მასის ასე ვთქვათ კონტროლი, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტებით უნდა ახერხებდოს ცენტრალური ვთქვათ ბანკი. და შეცდომები არ უნდა იყოს ამ ნაწილში დაშვებული. და აი შეცდომების ბრალი არის 2016 წლიდან, რაც დაიწყეთ შედარებით მკაცრი ფულად პოლიტიკის ვთქვათ გატარება, ეს იქნება სასესხო შეზღუდვები, პარამეტრები ვთქვათ სასესხებზე, ლარიზაციის პოლიტიკა თუ ასე შემდეგ, რამაც მოქცა ის რაც მოქცა. და ამისთვის ასე ვთქვათ უნდა ყოფილიყო ეთქო მზად. იმ თავითვე ვამბობდით ყოველთვის ვთქვათ მეცნიერები, რომ ამას ეს შედეგი ექნება, ეს ანარეკლი ესე ვთქვათ ექნება, იმიტომ რომ ფულზე მოთხოვნა გარკვეულწილად ფიქტიურად იქნება ამ დროს, იმიტომ რომ ყველა მაინც განაკონვერტდეს თავის ესე ვთქვათ აზროვნებაში, მაინც ამ მსხვილი შესყიდვების დროს განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში და ანუ გარკვეული პერიოდი შენქნი ფიქტიურ მოთხოვნას ლარზე და შესაბამისად ან მოთხოვნა იყო და ლარის მასა ამიტომ გავზარდე, ეს არ არის არგუმენტი ამ შემთხვევაში, მოთხოვნა იყო და ლარის მასა გაზარდე და ეხლა უნდა შეეგუო მაშინ რომ საშუალო მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე გაქვს ძალიან მაღალი ინფლაციის. კეთილი. ჩვენი გადაცემის დროც ამოიწურა. მადლობა რამაზ და საინტერესო ანალიზისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს გახდათ ჩვენი სეზონის ბოლო გადაცემა, ერთი სეზონით გემშვიდობებით. ჩვენი თემა გახდათ საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პირველი ნახევრის შეჯამება. ჩვენი სტუმარი გახდათ რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი. მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ირაკლი მაკალათია. ერთი სეზონით გემშვიდობებით, ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. ვალუტის კურსი.